ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ყველაფერი ბუნების კანონზომიერებას ემორჩილება. Სუნთქავთ ჰაერს, დავდივართ, ვჭამთ, ვსვამთ წყალს და არ ვუკვირდებით რეალურად რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ელემენტს ჩვენი არსებობისთვის. ჩვენ მგონია, რომ ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდება სამყაროში ერთ ჩვენთვის შეუმჩნეველი ნაწილაკიც რომ გაქრეს. ამის გასარკვევად ჩემს ლაბორატორიაში გადავინაცვლებ. მოდით ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ დედამიწაზე არ არსებობენ ბაქტერიები. რა შეიძლება მოხდეს? ბაქტერიები ერთუჯრედიანი ორგანიზმებია. დედამიწაზე ისინი ყველგან არიან. ნიადაგის ყოველი გრამი 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავს. მტკნარი წყლის ყოველი მილილიტრი კი მილიონს. მსოფლიოში სავარაუდოდ 5 ნონილიონი ბაქტერიაა. ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულში 10-ჯერ აღემატება ადამიანის უჯრედების რაოდენობას. ბაქტერიები იწვევს სხვადასხვა ნივთიერებების ლპობას და გაფუჭებას. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, რა მოხდება სამყაროში, სადაც არაფერი არ ფუჭდება. მიწა შეწყვეტს ბუნებრივი სასუქის მიღებას. შესაბამისად, მცენარეებს შეექმნებათ საფრთხე. ცხოველები, რომელიც ბალახით იკვებებიან, გადაშენების პირას აღმოჩნდებიან. ბაქტერიები იწვევენ ავადმყოფობებს. თუმცა ადამიანი, რომელიც შეჩვეულია სხვადასხვა დაავადებებს, უფრო ამტანია მძიმე დაავადებების მიმართ. მას უმუშავდება იმუნიტეტი. თუ ადამიანი არასოდეს არ გახდება ავად, მას იმუნიტეტის გამომუშავება გაუჭირდება. შესაბამისად, ნებისმიერი ვირუსული დაავადება შეიძლება მისთვის სასიკვდილოც აღმოჩნდეს. და ეს იქნება ცოცხალი სამყაროსთვის დასასრულის დასაწყისი. ასე რომ თუ ბაქტერიები გაქრება, ადამიანებიც აღარ იარსებებენ. როდესაც ნებივრობთ ბუნებაში, არის კარგი ამინდი და მზესები ცხებით. რა გაწუხებთ ყველაზე მეტად? რა საკვირველია მწერები? მართალია ფუტკარი თაფლს გვაძლევს, მაგრამ მათი ბზუილი მაინც უსიამოვნოა, აი ნაკბენი კი საკმაოდ მტკივნეული. ფუტკრები შეიძლება პიკნიკის ჩაშლის მიზეზიც კი გახდეს. მოდით გავაქროთ ისინი და ვნახოთ რა მოხდება. აინშტაინი ამბობდა, რომ ადამიანი ჟანგბადის გარეშე 3 წუთს გაძლებს, წყლის გარეშე 3 დღე, ხოლო ფუტკრების გარეშე 4 წელი. აქედან გამომდინარე ფუტკრების გაქრობა გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს. რატომ არის ფუტკრების არსებობა ასეთი მნიშვნელოვანი და რას დაკარგავს ბუნება მათი გაქრობის შემდეგ? მინდა გითხრათ, რომ ეს მარტო თაფლი არ იქნება და ზარალი გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდება. ფუტკრებზე მსოფლიოს სხვადასხვა ჯიშის მცენარეების მოსავლის დიდი ნაწილია დამოკიდებული. მწერების გაქრობასთან ერთად გადაშენდება ის მცენარეები, რომლის გამრავლებასაც ფუტკრები უზრუნველყოფენ. ნელ-ნელა შემცირდებიან ის ცხოველები, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან. გაქრება ყველანაირი რძის პროდუქტი და ბოლოს ხორციც. კვების ობიექტები დაცარიელდება. დარჩენილ პროდუქტებზე კი ფასები ძალიან გაიზრდება. დაიწყება შიმშილობა. ამასთანავე პრობლემა გაჩნდება ტანსაცმლის წარმოებაშიც, რადგან სხვა მცენარეებთან ერთად ფუტკრები ბამბის ბუჩქსაც ამტვერიანებენ. ცხელი ზაფხული მოდის. ნელ-ნელა ვიხდით ბილტანის ამოს და ყველას გსურს ლამაზი გარუჯული კანით მოვიწონოთ თავი. მაგრამ დროის უკონლობის გამო ხშირად ვერ ვახერხებთ მივაფიცხოთ მზეს. ამიტომ ყველანი ვეძებთ მარტივ და ეფექტურ გაროჯვის საშუალებას. მაგრამ მე ვიცი ერთი ასეთი მეთოდი. მაგალითად, დედამიწაზე 5 წამით რომ ჟანგბადი გაქრეს, ყველა ადამიანი, ვინც გარეთ იქნება, სასწაულ რუჩს მიიღებს. ჟანგბადი ქიმიური ელემენტია. ის დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ელემენტია. შეადგენს დედამიწის ქერქის მასის დაახლოებით 59%-ს და სრული მასის 28%-ს. ჰაერში ჟანგბადი თავისუფალ მდგომარეობაშია ორი მოლეკულების სახით და ჰაერის მოცულობის 21%-ს იკავებს. რა მოხდებოდა დედამიწაზე ჟანგბადი 5 წამით რომ გაქრეს? როგორც გითხარით, დედამიწაზე 5 წამით ჟანგბადი რომ გაქრეს, ყველა გარეთ მყოფი ადამიანი სასწაულად გაირუჯება ან დაიწვება, რადგან ჟანგბადი ულტრაიისფერ სხივებს აკავებს. ყველა დაუმუშავებელი მეტალი ერთმანეთს მიიზიდავს. დედამიწის ქერქით 15% ჟანგბადს შეიცავს. შესაბამისად, მიწა დასკდება და დიდ ბზარებს გაიჩენს.
ყველა ცოცხალ არსებას გაუსკდება ყურის ბარაბანი, იმიტომ რომ ატმოსფერული წნევა დაიწევს. ყველა ბეტონის შენობა მტრად გადაიქცევა, იმიტომ რომ ჟანგბადი აუცილებელია ბეტონის შესაკავებლად. წყალი 2/3 ჟანგბადისგან შედგება. შესაბამისად, წყალი ჟანგბადის გარეშე აირად მდგომარეობაში გადავა და მოცულობაში გაიზრდება. ოკეანის წყალი აირად გადაიქცევა და კოსმოსში გაიფანტება. ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც უოცნებია ფრენაზე. სიზმრებში ხშირად ვხედავთ როგორ დავფრინავთ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ადამიანებს ფრთები არასდროს ამოგვივა. ერთადერთი რაც მთელ მსოფლიოს ჰაერში აწევს, ეს გრავიტაციის გაქრობა იქნება. გრავიტაცია ეს არის ნებისმიერ ორ ატომს შორის არსებული მიზიდულობის ძალა. სამყარო სწორედ მიზიდულობის ძალით არის ისეთი, როგორიც არის. ერთადერთი რეალური ვარიანტი, რაც მიზიდულობის ძალას შეცვლის, პლანეტის მასის გაზრდა ან შემცირებაა. ასეთი რამ კი ახლო მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა დროებით დავივიწყოთ ფიზიკის კანონები და წარმოვიდგინოთ, რომ დედამიწაზე გრავიტაცია გაქრა. ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც დედამიწაზე გრავიტაცია აკავებს, არის წყალი და ატმოსფერო. გრავიტაციის გარეშე არსებობა ნიშნავს ჰაერის გარეშე არსებობასაც, რადგან ის მომენტალურად კოსმოსში გაიფანტება. ადამიანები, მანქანები, ნივთები, ავეჯი, ყველაფერი ისე არის მოწყობილი, რომ გრავიტაციის ძალას მოერგოს. ასე რომ, როდესაც ეს ძალა გაქრება, ყველაფერი ჰაერში აფრინდება. დედამიწაზე არსებული ობიექტები კოსმოსში გაიტყორცნება, რადგან ზედაპირზე შემაკავებელი ძალა აღარ იარსებებს. ყველაფერი ქაოსში ჩაეფლობა. ვარსკვლავები, პლანეტები, მზის სისტემები და galaktikები ყველაფერი გაიფანტება. თუკი გრავიტაციასთან ერთად სხეულის მასაც გაქრება, ყველაფერი სინათლის სისწრაფით იმოძრავებს. ასე რომ, იმის თქმა საჭირო აღარ არის, რომ გრავიტაცია სამყაროს მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გაუთავებელი საწობები, რიგები მაღაზიებში. ეს ყველაფერი ხშირად აუტანელი ხდება. მოდით გავაქროთ ადამიანები და ცოტა ხანი დავტყვეთ ცხოვრებით. საინტერესოა რა მოხდება ადამიანის გაქრობის შემდეგ დედამიწაზე. ზუსტად 1 საათში ნავთობის მომპოვებელი საბადოები აფეთქდება, იმიტომ რომ იქ მუდმივი კონტროლია საჭირო. 2-3 დღის შემდეგ მეტროები წყლით გაივსება. ასევე მწყობრიდან გამოვა ატომური ელექტროსადგურები. ლას-ვეგასში და მადამ ტუსოს მუზეუმში ცვილის ფიგურები დადნება კონდიციონერებისა და ვენტილატორების გამორთვის გამო. 1 კვირისა და 10 დღის შემდეგ მაღაზიებში და მაცივრებში საჭმელი გაფუჭდება. თავიდან შინაური ცხოველები შეძლებენ სახლის პირობებში კვებას, მაგრამ 10 დღის შემდეგ იძულებულები გახდებიან საკვებისა და წყლის მოსაპოვებლად გარეთ გავიდნენ. კარგი ჯიშის ძაღლები და კატები დაიღუპებიან. მაგალითად, აღარ იარსებებს ლაბრადორები. სამუდამოდ გაჩერდება ბიგ ბენის საათი. უბრალოდ არავინ იქნება, ვინც მას დაქოქავს. 1-2 თვის შემდეგ ზოოპარკებიდან ცხოველები დაიწყებენ გაქცევას საკვების საშოვნელად. 6 თვის შემდეგ ქუჩებში ბევრი მცენარე გაიზრდება და მოედება ასფალტს, სახლებს, რადგან მათ უბრალოდ ვერავინ მოუვლის. 30 წლის შემდეგ ზღვის წყალი ჩაძირავს ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ლონდონი და ამსტერდამი. ქალაქებს, რომლებიც დღეს ხელოვნური სადრენაჟო სისტემის დამსახურებით არ იძირება. 100 წლის შემდეგ მუმიები დაიწყებენ ლპობას. ეგვიპტელი ფარაონების, ლენინისა და სხვა მუმიების სხეულების ადგილას აღარაფერი დარჩება. 200 წლის შემდეგ მცენარეული საფარის ზრდის შედეგად კოროზია მოედება და დაანგრევს მაღალ შენობებს. ერთ-ერთი პირველი Empire State Building-ი იქნება. ეიფელის კოშკი კი იმდენად დაზიანდება, რომ პატარა ნიავიც კი ჩამოანგრევს მას. 500-600 წლის შემდეგ თავისუფლების ქანდაკება მიწისძვრების შედეგად დაინგრევა.
2000 წლის შემდეგ. შეხვდებით მხოლოდ მყარი ქვის ნაგებობებს. მაგალითად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ისევ იარსებებს. 4000 წლის შემდეგ ადამიანის შექმნილი პროდუქტებიდან დარჩება მხოლოდ თაფლი და კარაქი. 10000 წლის შემდეგ თითქმის ყველა მოგონება, რომ ადამიანი არსებობდა, გაქრება. მაგრამ გადარჩება მხოლოდ რამდენიმე ქვის ნაგებობა, მათ შორის პირამიდები. სწორედ პირამიდებით მიხვდება შემდეგი ცივილიზაცია, რომ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდა. როგორც ნახეთ, ყველაზე უმტკივნეულოდ სამყარო ადამიანების გაქრობას გადაიტანს. ჩვენს გარეშე სამყარო არსებობას განაგრძობს. ამიტომ დროა დავფიქრდეთ. ბუნებაში ყველაფერი გვაქვს, რაც ცხოვრებაში გვეხმარება. და ჩვენი ადამიანის მოვალეობა როგორც ჩანს, ამ ყველაფრის მოფრთხილებაა.